არ წამოხვიდეთ უკან. ხშირად მიმართავთ ხოლმე შეგრძნებისთვის, აი ესეთი არ უნდა გახდეს მენჯის. ეს არის წელის მალების დაზიანება. წონას ერთ ხელში დავიჭერ თუ ორ ხელში დავიჭერ, ბარემ ყველაზე ბაზა რაც არის, მნიშვნელობა არ აქვს. შენ საიდანაც გინდა იქითკენ დაიჭირე. ერთ-ერთი სხვაობა არის ის, რომ როდესაც სალხელში გუჭირავს წონა, რა თქმა უნდა, კორპუსს სტაბილიზაციის შენარჩუნებაზე ზრუნვა უწევს, ხო? სად როცა ორივე ხელში თანაბარ მიჭირავს და ბუნებრივად იმის გამო რომ სიმძიმე მქაჩავს, სწორად ჩავდივარ, სად როცა ერთ ხელში მიჭირავს და აი ამის სისწორეზე ზრუნვა მიწერს. სულთა კომფორტის ამბავი, ვის როგორ ურჩევნია, ხო? ერთ ხელში 20 კილოს დაჭერა, სადექი და თვითონ ხელში 1000 კილო დაიჭირებ. მნიშვნელობა არ აქვს. რომელ ფეხსაც ვავარჯიშებთ, საპირისპირო ხელში გვიჭირავს წონა. იმიტომ რომ სიმძიმე უნდა მოვიდეს რეალურად ცენტრში. დაჯექი ფეხი, აი ესე 90 გრადუსიან კუთხეში. დაჯექი ფეხი ბოლომდე კარგად გაშალე, ნათი შენ აი აქ გქონდა გაშლილი? არა. ბოლომდე კარგად გაშალე და მორჩა. ეს არის. მეორე ფეხი ნახეთ, თავიდანვე რომ მე არ დავიწყოთ ქანაობა, თავიდანვე დავждეთ ფეხები მხრის სიგანეზე. ყველაზე გავრცელებული, აი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის, წეღანი სწორად გააკეთე ყველაფერი და ძალიან გამიხარდა. მოძრაობას რო იწყებენ, უკვე ფეხი რო შემოდებული აქვთ, უკრინდან რო გახედავ მენჯი. აი ეს არის მენჯი. აი ესე უნდა გამოიყურებოდეს ჩასვლის დროსაც და ამოსვლის დროსაც. იმის გამო რომ აქეთა ფეხი არის სკამზე შემოდებული, უმეტეს შემთხვევაში როგორც კი ჩადიან ადამიანები ქვევით, აქეთა ნახევარსფერო იწევს დაბლა. ეს არის წელის მალების დაზიანება და ეს სწორი პოზიცია, ოკეი? პლუს მიზნობრივი დატვირთვაც იმ ფეხზე, რომელიც გვინდა რომ და იმ დუნდულაზე რომ ვამუშაოთ, აკლდება, იმიტომ რომ როგორც კი ტექნიკაში რაღაცა სისწორე ირღვევა, იმას ნიშნავს, რომ იმ კუნთზე დატვირთვა გვაკლდება. და მივდივართ უფრო ტრავმისკენ. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მენჯი გვაქვს ესე და მოძრაობის დროსაც მენჯი უნდა იყოს ამ პოზიციაში უკნიდან. ამიტომ თავიდან, როცა თქვენ თვითონ დაიწყებთ აი ამ ვარჯიშის დამოუკიდებლად კეთებას, უკან დაიდგეთ ვიდეო კამერა და გადაუღეთ თქვენს თავს. რომ ნახოთ, რომ გამოიყურებით ესე. ნახეთ? გამოიყურებით ესე და არა ესე. ოკეი? ეხლა გასწავლეთ როგორ გავასწოროთ ეს ერთი მოძრაობა. ანუ ფეხები მხრის სიგანეზე გავშალეთ, ბოლომდე გავშალეთ სახსარი, ავდექით და აქედანვე ფეხი წავიღეთ უკან. ბევრი ადამიანისთვის ზუსტად ქვედა კიდურების ზომიდან და სიგრძიდან გამომდინარე, ფეხის ესეთი დება ტერფი რომ მოიხაროს, ხო, მოძრაობის დროს არაკომფორტული არის. როგორც წესი, მაღალი ადამიანებისთვის არის არაკომფორტული რა. ამიტომ შეგვიძლია რომ აი ამ დებით ჩავანაცვლოთ ხოლმე. უბრალოდ ამ დების შემთხვევაში სასურველი არის რომ საყრდენი ცოტა, ანუ სტანდარტულისგან უფრო დაბალი იყოს. აი შენ თითი რო გეკვანწება, შეიძლება აიღო მაგალითად 15 სანტიმეტრიანი რაიმე პადი და იმაზე დადო ამ პოზიციაში. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც აი აქ იყოს ფეხი შემოდებული. კარგი? ის სკამები, ხო, ცოტა უფრო დაბალზე სამაგერ დადე ფასე. და ნახე, მე რო ესე მიდევს ამ სიმაღლეს სკამზე, შენ რო სადღაც აი ამ სიმაღლეზე ესე დადებ, ტერფის სიგრძე, რავი, ხა მე 38 მაქვს ფეხი. ეს სანტიმეტრით გაძლევს შენი მსხვავობას. მიხვდი, ამიტომ ეს ყველასთვის მასლით არ არის. პლუს ბევრ ადამიანს ბუნებრივად აი ესე ტერფის დგომა სულ სიმაღლე არაფერ შუაში იყოს. ხო, აი ნახეთ რო ჩადიან, აი ეს ემართებათ. აი ესე იწყებენ, არა, ამიტომ ასეთმა ადამიანმაც აი აქ, სადღაც კოჭში მობილობის ამბავზე არის დამოკიდებული. დავდოთ ესე, უბრალოდ გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში ცოტა დაბალი საყრდენი უფრო მიზანს შეწონილი არის, ოკეი? წეღა რაც გაჩვენეთ. ეს მუხლი, როგორც კი შემოვდებთ აქ, იდეალურ შემთხვევაში, თუ ადამიანს კორპუსის ჭერის პრობლემა არ აქვს, უყურებს იატაკს. აი ეს ისარივით მიდის წინ. მაგრამ თუ ჩვენს თავს, კარგად დროს მოხვედით. თუ ჩვენს თავს უკიდან გადავუღებთ ვიდეოს და ვცდილობთ რომ მუხლი იატაკს დავუმიზნოთ, მაგრამ ხედავთ რომ აქ უკან მაინც აი ეს ამას აკეთებს ხერხემალი, ხო? ძალიან მარტივი ხრიკი. ეს ხო გვაქვს? იდეაში გონია რომ სწორად არის, მაგრამ შევხედეთ ჩემ თავს და მაინც ეს მემართება. ეს მუხლი ოდნავ განზე გავიტანოთ. აი ამ მოძრაობით ჩვენი მენჯის ძვალი თვითონ ბუნებრივად გასწორდება, ხო? და ესეთი ადამიანისგან გადავიხსნებით აი ესეთები. ესეთივე პატარა ხრიკივით არის, როდესაც
სმიტის ტრენაჟორში, ან თუნდაც თავისუფალი წონით ხელში, ვაკეთებთ ჯბექს. აი ეს. ამ მოძრაობის დროსაც გავხედავთ ადამიანებს და ვხედავთ, რომ ეს გამოიყურება ესე. ანუ აქეთ სამუშაო ფეხისკენ არის მენჯი ამოგდებული, მეორე მხარეს ჩაწეული. არავითარ შემთხვევაში. მარტივად ნახე, მეც ამ პოზიციაში მუხლი იატაკს კი უყურებს, მაგრამ აქეთ მაქვს ამოგდებული. ამიტომ მარტივად მუხლი ოდნავ გვერდზე გავწიეთ, აი ეს ოდნავ 3 სანტიმეტრი და ჩვენი მენჯი თვითონ გასწორდება. ეს არის სწორი მოძრაობა. ახლა შემდეგი. ანუ დავჯექით ფეხები მხრის სიგანეზე, ამის სიმაღლე ჩვენი სიმაღლესთან შესაბამისად ავარჩიეთ, დავჯექით, გავშალეთ ფეხი, ავიღეთ, შემოვდეთ. ყველაფერი თითქოს სწორად გავაკეთე, ხო? მაგრამ ხედავ, აი სარკე მიდევს გვერდზე, რომ ჩავდივარ, აი ზედმეტად წინ მივდივარ, ქუსლიამდის ზევით, ხო? ან რომ ჩავდივარ ზედმეტად უკან მივდივარ. ეს იმას არნიშნავს, რომ მე აი ეს ხტუნვა აქ უნდა დავიწყო. თლიანი დანარჩენი კორპუსით მე შემიძლია ნახე ამ მოძრაობას ხო ვაკეთებ? ხანდახან არასწორად გავაკეთებ, ისე რომ ფეხს არ შევცვლი. წავალ კორპუსით წინ, ნახეთ სად წავიდა ძალიან მუხლი წინ, ქუსლი ამეწია. ტერფს ისე უცვლელად ტოვებ, ჩემივე კორპუსის გასწორებით, ანუ აი აქ ოდნავ უკან წავედი, ჩავედი სწორად. მიხვდით? ის რომ რაღაცას ვხედავ სარკეში, რომ ისე ვერ ვაკეთებ, როგორც ნათიამ ამიხსნა, ყოველთვის არნიშნავს იმას, რომ ტერფი კიდევ არასწორად და მაგიტო ვერ ჩახვედით კარგად. არა, უბრალოდ აქვე გახსოვდეთ, რომ აი ეს მობილური ტიპი ვართ რა. კოჩში, მუხში, მეჯში, მალებში. ამ პოზიციით შეცვალეთ ჯერ მოძრაობა და არ დაიწყოთ აქ ადგილზე ხტუნაობა. კარგით? ეხლა რაც შეეხება ჩასვლის კუთხეს. ის რომ იდეალური ვარიანტი არის აქ გქონდეს 90 გრადუსიანი კუთხე. ოკეი, მაგრამ თუ მე მუხს ოდნავ წინ წავიღებ, ოღონდ ოდნავ. ისე რომ ქუსლი იატაკს არ უნდა ასდეს და არც ამ მოძრაობაში არ უნდა გადავიდეთ. ხო, ანუ მუხლის სახსარს არ უნდა ჩამოვეკიდოთ. აი, ამ იდეალური 90 გრადუსიდან ოდნავ წინ. მოხდება რა? უფრო მეტად რა გაიწელება? რომელი კუნთი? არა. აი აქ ვარ და ოდნავ წინ წავიღე მუხლი. არა. რომელი კუნთი გაიწელება უფრო მეტად? დიდი დუნდულა კუნთის მიმაგრების წერტილი ქვევით. ხო? ეგ გაიწელება უფრო მეტად. აი ეს სხვაობა ამასა და ამას შორის. პლუს მე ამ მოძრაობას წეღარაც გააკეთა, ხო? თუ აქედან სწორი კორპუსის ოღონდ ეს არა. აქედან სწორი კორპუსი წინ გადახრასაც დავამატებ. ეხლა ჩათვალეთ გამშრალები რო აგიხსენით. შტომის ვარჯიში. აი ეს მოძრაობა. სწორი კორპუსი წინ, ოდნავ მუხლით წინ. სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრით. რა მოხდა? ეს დიდი დუნდულას კუნთის მიმაგრება ქვევიდან გავწელე ამის წინ წაღების ხარჯზე, სწორი კორპუსის ოდნავ წინ გადახრის ხარჯზე, დიდი დუნდულა კუნთის ზედა მიმაგრების წერტილი გავწელე. შესაბამისად, ფეხიდან, ოღონდ ეს იმას არნიშნავს, რომ ფეხს მოეხსნა დატვირთვა და საჯდომზე გადავიდა. არა, უბრალოდ საჯდომ იმის გამო, რომ მეტად გაიწელა, მეტადვე გავხადეთ იძულებული, რომ ჩართულიყო ამ მოძრაობაში. მიხვდით? ამიტომ ეს ბულგარიანს ქვათები ანუ არსებობს ორი ვარიანტის. ერთი საჯდომზე მეტად აქცენტირებული, მეორზე საჯდომზე ნაკლებად აქცენტირებული. თორე ფეხი ორივე შემთხვევაში იდეალურად მონაწილეობს, კვადრებისთვის არის იდეალური ვარჯიში და ამის ჩათიშვა და თქმა, რომ ეს ვარჯიში არის საჯდომის იზოლირებული ვარჯიში, არამც და არამც. ეს არის მთლიანად ამის ვარჯიში. ოკეი? დავიმახსოვროთ ვიზუალურად. ეს ვართ საჯდომის შემთხვევაში და აი აქ ვართ უკვე, რომ ნახეთ, ის არივით ჩავდივარ სწორად და მუხლი წინ აღარ მემდის. ფეხი არის სულ 90 გრადუსიან კუთხეში. აი აქ ვარ მეტად იმაზე რა ქვია, კვადრიცებზე ორიენტირებული. იმიტომ რომ ნახეთ, საჯდომი აქ არის. აი, თითქოს უცვლელ პოზიციაში რჩება და სულ ეს მაყენებს. მაშინ როცა წინ გადახრილი რო ვარ, ნახეთ, აქედან თითქოს გამართვაში მეხმარება უკვე ჩემი დუნდულა კუნთი. ოკეი? ეხლა მეორე ფეხს რაც შეეხება. დავკვირდით როგორ შორს დგავარ რეალურად. მაშინ როცა მე შემიძლია მაგალითად აქ დავდგე და ესეთი მოძრაობა გავაკეთო. ანუ ეს ფეხი უფრო მეტად ჩაიკეცა, ხო? რას გავს ახლა მოძრაობა დააკვირდით. აი აქ ვარ, ჩავკეცა უკანა ფეხი, ავდეგი.
კვადრის ფუნქცია რა არის? ხო. ამ ვაჯიშის დროს აკეთებს მაგას. ესე წინ არ მოაქვს, ესე იმათ, მაგრამ ნახე, იგივე მოძრაობაა. აქედან აუდექი. უბრალოდ აქ არ მოდის, თორე ამაყენა, ხო? მაგით ვარი თუ დაკვირებული ხართ, რომ ერთ ფეხს რო გააკეთებთ, ეგრევე მეორე ფეხზე გამოსვლა გიჭირთ. აქეთ 15-ს აკეთებთ, აქეთ 10-ს, იმიტომ რომ ამ ფეხისთვის, რომელიც კამზეა შემოტანებული, რეალურად ეს გამშრალის ვარჯიშს ვაკეთებთ. ამიტომ იმ რეალურად სკამის ფუნქცია წერარაც გითხარით, ეგ არის რა, რომ ეს არის უბრალოდ ჩვენი საყრდენი. ანუ ფეხს ვერ მოვიჭრით ხო, რომ ცალ ფეხზე გადავიტანოთ აქცენტი. ამიტომ დისტანცია უნდა გქონდეს საყრდენსა და წინა ფეხს შორის ისეთი, რომ ეს ძალიან არ ჩაიკეცოს. თორე აქეთა კვადრსაც ვავარჯიშებთ და არ მინდა, მე აქეთა ფეხზე რომ გადმოვალ, იმდენს ვეღარ გავაკეთებ და რა აზრი აქვს, ხო? ამიტომ შორს ვართ. აი აქ. ვისთვის სად არის კომფორტული? მთავარი არის რომ მოძრაობის დროს დავინახო, რომ მაქსიმუმ ესე მეხრება მუხლი და არა ეს. ოკეი? ეხლა მოძრაობა რა ტრაექტორით მოძრაობთ? როცა ფეხისთვის ვაკეთებ ბულგარიანებს, მარტივია, ხო? ანუ ესე გამართული ვარ, ჩავედი, ავდექი. ჩავედი, ავდექი. როცა საჯდომს ვაკეთებთ, ხშირად დავინახავთ ხოლმე, რომ მოძრაობა იწყება თითქოს აქეთა უკანა ფეხისკენ მიდიან. აი ამას აკეთებენ. აქაც ამ შემთხვევაში ვაკეთებთ აქეთა კვადრის გამშრალს. ეს, ნახეთ, სად მომდის მუხლი? მე მინდა რომ ეს ვიყო, ჩემი საჯდომისთვის და არა ეს. ოკეი? ქუსლზე გვაქვს სულ ყრდნობა. თლიანი პტერფი კი გვაქვს. ფეხის ნეკა თითიც კი ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს, რომ აი ეს ტიპები უნდა ვიყოთ, დიდი თითით და ნეკა თითით, მაგრამ ყოველი ადგომის დროს თითქოს ფეხის თითები საერთოდ არ გვაქვს, სულ ფიქრობთ ჩვენს ქუსლზე. სიმძიმე მოგვაქვს აი აქედან, ქუსლიდან ამ მიმართულებით. ოკეი? და არა, როგორც კი თითებს დააწვევით, თითებიდან წამოვა ამ მიმართულებით. უკან გვაქვს საჯდომი. აი აქ. ანუ რო ვდგები, ნახეთ, აქვე ვარ და მენჩ დააკვირდით, თვითონ ბუნებრივად. აი, აქ ვარ. ქუსლზე დგომით. ეს არ ვიმართები ბოლომდე. სულ გადახრილი ვარ, რომ ეს სულ გაწელილი იყოს. აქედან, აქ. აქედან, აქ. გავიგეთ? სკამზე დაჯდომა, ნახე, თუ ძალიან უკან გაიწევი, გამოიწევი რასაც ცდილობ, ამ ფეხს რო გაწევ ბოლომდე, მაინც ახლოს აღმოჩნდები სკამთან. თითქოს კიდეზე ხარ ჩამომჯდარი, რომ ცოტას და გადავადებ. ფეხები მხრის სიგანეზე გაშალე, მხრის სიგანეზე. ესეთი მოკრო მხრები არ გაქვს. აი ეს. ეხლა წაიღებ საყრდენი სამუშაო ფეხი კარგად წინ. всё. წონა გვაქვს უკვე აქ გამზადებული, ფეხთან ახლოს, იმიტომ რომ იქ ხო არ უნდა გადაწვდე. აი აქვე თავიდანვე განსაზღვრე, რომ ტერფთან გედოს. წონის აწევის დროს მუხლს დაეყრდენით, რომ პირველი აწევა ყოველთვის რთული არის. всё. გავსწორდით. შიდა ფეხი. აი ხედავთ ბუნებრივად როგორ სწორად უდგას. ოდნავ გარეთ არის როტაცია მუხლის. იმისთვის რომ ჩასვლას რო დაიწყებს, აი ეს სპორტული ელასტიკის ხაზი რაცა გვაქვს. აი ამ ხაზზე რო შევხედავ მე ახლა უკნიდან, ესეთი არ უნდა გახდეს მენჯის. სწორი უნდა იყოს აი ეს ელასტიკის ნაკერი. ისე, ხო? მიდი, დაიწყო ჩასვლა. აი აქ გასწორდი, აი მთლიანი სწორი კორპუსი და ასეთივე სისწორით ჩატრიალდი მენჯში. всё. წაიღე ოდნავ მუხლი წინ, მეტად გავწელოთ დიდი დუნდულა. აი აქ. всё. ძალიან ღრმად ჩადიხარ, შეხედა შენ თავს სარკეში უცებ. სტოპ. всё, წავიდა. ადგომის დროს სიმძიმე ქუსლზე. ქუსლზე. ხშირად მიმართავთ ხოლმე შეგრძნებისთვის, აი თან ხო ვაკეთებთ და ეს ხელი აი აქ გვიდევს. რომ ჩვენი დაჭიმულობა მარტო გონებით კი არა, აი აქ თითზე კვანცი გრძნობ ატყოველი ქუსლზე დაყრდნობისა და ადგომის დროს. აი სადაც იცი რომ დიდი ხო. და ეს დაგეხმარება თიცით რაში, აი ხა რამდენჯერ სცადა რომ უფრო შეჩვეულია ღრმად ჩადის, საჭიროზე ღრმად. აი ეს პლუს დაგეხმარება რომ იმ ფაზაში იმოძრაო, სადაც აი ეს კვანცივით შეგრძნება სულ გექნება. ჩადი. აქედან, всё. აქ ადექი.
აი თითქოს იმ ჩატრელებას აკეთებ ადგომის დროს. აქვეა დეგი. არ წამოხვიდეთ უკან. უკანა ფეხისთვის, თორე ეგრევე აქეთა კვადრიცეპსი გააქტიურდება. ოკეი? პლუს რატო ითვლება საჯდომისთვის ძალიან კარგ ვარჯიშად? იმიტომ რომ ისევე როგორც ჩაჯდომების დროს ამ ვარჯიშზე ფიზიკურად და ანატომიურად სხეულს ძალიან დიდი წონის აწევა შეუძლია. როგორც hip thrust-ი, ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში, რომ დიდ წონას წევთ, ესე არის ესეც. რაც მეტი წონა, მით მეტი ჰიპერტროფირება. მეტი ჰიპერტროფია, მეტი აღდგენა.